აი ამ ტურში, რომელიც გორგილას აუტანელმა სიმსუბუქემ მოაწყო, თავისი ადგილი უჭირავს ბუდუსთან ინტერვიუს. ხას რო გადავკვეთავ მარჯვენა ფეხით, გინება პირობითად შეურაცხყოფა, სწავლობ მაგას. ეგ ეგრე ქონდა ნათქვამი, რომ ტოპ 5 რომელიმე ჩემპიონატში უნდა ვითამაშო. პირდაპირ იმ ბუდუსთან ვარ. ხორების ამ ეტაპზე რა კითხვები გაქვს? თავი არ უნდა ჩავხარო და 9 თამაში ვერ გატანილი გოლი მე დამანგრევდა. მქონდა ის ფიქრები, რომ ხوارჯობდა იქ დავჩენილიყავი. სიყვარული კი არ უნდა ეძებო, არამედ რაღაც თვითონ მოვა. ესე იყო აი დამეცემა თავში და გოლი გავა, ეგრე არ არის. საქართველოს ვინგონია ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც გინახავს. ვიჩა კვარაცხელი. რა გონია ყვარას შემდეგი გაჩერება? მადრიდის რეალი. ხო, ნუ მე იმის იქეთ აღარ არის. გონია ეგეთი მომენტები, რომ აი მოდი დავანებებ. კი, იყო ერთხელ გუნდი უნდა დატოვო. რო დაუკვირდეთ, ერთ სატელეფონო ზარზე შეიძლება გადიოდეს ძალიან ბევრი რაღაც. მაგათმა გადამერჩინეს საბაბათო კარიერა. ბიოპიკი რო გადაიყვან შენზე, ვინ გინდა რომ ითამაშო შენ როლი? კახანი იძულაშვილს ავირჩევდი. გაცდენთ ახლა ეგრე გასწორდეს. ვენი გადაცემები თითქმის ყველა ნახი მაქვს. გას გრძნობს ადამიანი, როცა აცვია ეროვნული ნაკრების მაისური. 4 მილიონი 23 კაცში ხარ, ერთი კაცი. რეკომენდირებულია რომ მაგ დროს სოციქსელს ადევნო თვალი? არ ვთქვი რომ არანაირი პოლიტიკური ის არ იყო. საერთოდ არ მეხალისება ესა რა ქვია. ეს თემა, მაგრამ მაინც ვიკითხავ. რთულ მომენტებში ვერ დაინახეს მხარდაჭერა. რაც შენ გინდა მე იმ სიტყვებით ვერ ვიტყვი რა. ოჯახში რომ მიდიხარ და ცუდ ხასიათზე ხარ. პირველი კითხვა ყოველთვის იყო მშობლებისგან, გოლი გაიტანე და რო ვეტყოდი რომ არა, რატო? ანუ რატო რა, ანუ არ